ირაკლი ქადაგიშვილი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ახლა ჩვენს პირდაპირ ეთერში. პირველი სტუმარი მოგესალმებით ბატონო ირაკლი, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისათვის. დღის მთავარი სიახლეა, რომ საქართველოს ამერიკის შეერთებულ შტატებში ეყოლება ელჩი. რა ეტაპი დაიწყო ამით საქართველოს-ამერიკის ურთიერთობაში იმ წინაპირობების გათვალისწინებით, რამაც კომუნიკაციისა და ურთიერთობის აქამდე არსებულ დონემდე მოგვიყვანა. ამ წინაპირობებში გულისხმობ როგორც რამდენიმე თვის წინ შეჩერებულ სტრატეგიულ პარტნიორობას, ასევე გასულ კვირას პენსიაზე გასულ ელჩს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის პოზიცია, რომელიც ჩვენ არასდროს არ შეგვიძლია და განსაკუთრებით პრემიერ-მინისტრი სულ ხაზგასმით აღნიშნავს ხოლმე, რომ ველოდებით ნამდვილად ახალი ფურცლიდან საქართველოს-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ურთიერთობების განახლებას, თვისობრივად განახლებას და უბრალოდ სიტყვიერ განახლებას. ამ მიმართულებით შეიძლება ჩაითვალოს, რომ პირველი ნაბიჯი, სწორედ კონკრეტული პრაქტიკული ნაბიჯი არის, რომ საქართველოს ეყოლება ახალი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში, მან მიიღო შესაბამისი თანხმობა ამერიკის სახელმწიფო მდივნისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისაგან და ველოდებით აგრეთვე ანალოგიურად ამერიკის ახალი ელჩის ჩამოსვლას საქართველოში, რაც ერთგვარ სამუშაო ნაყოფიერ პლატფორმას შექმნის სწორედ ამ სტრატეგიული ურთიერთობების განახლებისათვის. ეს არის ის მოლოდინები და ეს არის ის პირველი ნაბიჯები, რომელიც ამ მოლოდინის გზაზე კონკრეტულ იმედს გვაძლევს ჩვენ. აი რომ დავაკონკრეტოთ, აი ეს მოლოდინი როგორც გადატვირთვის მათ შორის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის, რაც იყო ნახსენები, არაერთხელ იქნება ეს თავისუფალი ვაჭრობა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი, ფრენები და ასე შემდეგ. აი ასეთი მოლოდინი, ბატონო ირაკლი, მხოლოდ სურვილებს და მზადყოფნას ეყრდნობა თუ აი ბოლო პერიოდის ცვლილებები კიდევ უფრო რეალისტურს ხდის ამ მოლოდინს? იცით რა არის, რომ მე ვთვლი, რომ რეალისტურს ხდის, იმიტომ რომ ძალიან საყურებლო იყო ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ტრამპის მოლოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ მისწერილში. აქ არ იყო საუბარი ზოგადად, როცა ულოცავენ და უსურვებენ ქვეყანას, მშვიდობას, წინსვლას, ხალხს და ასე შემდეგ. აქ იყო რამოდენიმე კონკრეტული გზავნილი, რომელიც მის მილოცვაში იდო. ეს იყო, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებულ შტატებს უსაფრთხოების და ვაჭრობის მიმართულებით განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, ინტერესი და ურთიერთდაახლოება და ურთიერთთანამშრომლობა მართებს და ეს არის ალბათ ის ყველაზე მთავარი ძირითადი, რაც მის ამ გზავნილში მე პირადად ამოვიკითხე. ასე რომ ჩვენი მომავალი ურთიერთობა სწორედ აი ამ ორ მთავარ საკითხს უნდა მოიცავდეს. ეს არის უსაფრთხოების საკითხი, ეს სხვადასხვა ფორმებით და სხვადასხვა მეთოდებით მიიღწევა, მათ შორის პირველ რიგში დიპლომატიურით და ეს არის რა თქმა უნდა ვაჭრობის საკითხი, ანუ ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხი. ეს ორი ალბათ მართლაც ძირითადი ის საყრდენი არის, რაზეც შემდგომ უკვე კონკრეტული როიტყვიან მიმართულებები განვითარდება. აქ რა თქმა უნდა ფრენის საკითხის დადგება დღის წესრიგში, მიმოსვლის გამარტივება, სასწავლო პროგრამების გაცვლაც, ინვესტიციების მოზიდვაც და ასე შემდეგ. ანუ ის პრაქტიკული საკითხები, რომელიც რა თქმა უნდა ბუნებრივია ძალიან გვაინტერესებს ჩვენ, მნიშვნელოვანია ჩვენთვის და გარკვეულწილად რა თქმა უნდა ამერიკის შეერთებული შტატებისათვის. თემას უნდა შევეხოთ აუცილებლად თქვენ ახსენეთ თუ რა მნიშვნელოვანია უსაფრთხოება საქართველოსთვის და ამ უსაფრთხოების კონტექსტში ჩვენთვის არაერთხელ აქვს გაცხადებული ეს ქვეყანას. მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრობა. გავრცელდა ნატოს სამოქალაქო ოფისის განცხადება, რომელშიც წერია, რომ ბუქარესტის სამიტის ვალდებულების ერთგულია ალიანსი და აი ამ განცხადებაში ჩამოთვლილი ამ განცხადების შინაარსის პასუხად მოვისმინეთ მართველი გუნდისგან, რომ ასე თქვა დაპირებების ნაცვლა და სიტყვების ნაცვლად უმჯობესი იქნებოდა კონკრეტული ნაბიჯები გადმოდგმულიყო. რა შეიძლება იყოს ასეთი კონკრეტული ნაბიჯი და ზოგადად აი ამ ტიპის განცხადების ახლა გავრცელება, როგორ შეიძლება წავიკითხოთ, იმიტომ რომ თავად ალიანსის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე ღიად საუბრობს თვითონ ალიანსის გენერალური მდივანიც. დიახ, ნამდვილად ესეთი შეფასება, ობიექტური შეფასებაა, იმიტომ რომ ჩვენ აგერ უკვე მე-17 წელიწადი არის, რაც იმ სამიტის განცხადების შემდეგ დრო გავიდა პარლამენტის თავმჯდომარემაც აღნიშნა, რომ თაობა გაიზარდა
საქართველოს მხრიდან გადადგმული იქნა ძალიან ბევრი კონკრეტული ნაბიჯი, დაწყებული არა მარტო სამხედრო მშენებლობის კომპონენტში და საქართველოს სოლიდარობით საერთაშორისო მისიებში, ავღანეთის ხსენებაც კი საკმარისია, არამედ მათ შორის ქვეყნის როგორც ნატოს წევრი ქვეყნისთვის შესაბამის, ასე ვთქვათ, ინსტიტუციური გარდაქმნის კუთხითაც. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ჩვენ შემხედრი პრაქტიკული ნაბიჯები ვერ დავინახეთ, არა მარტო უსაფრთხოების მიმართულებით, არამედ იმ მიმართულებითაც, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს თავისი ამ დემოკრატიული რეფორმაციის კუთხით მართლაც ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო გახდა, მუდმივად ხდება სპეკულირება ამა თუ იმ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და საქართველოს სხვადასხვა ტიპის პოლიტიკური შანტაჟის, ასე ვთქვათ, ქვეშ ექცევა ხოლმე. ამიტომ ვამბობთ ჩვენ, რომ ჩვენ არა მარტო განცხადება გვჭირდება, რომლის უკანაც პრაქტიკული ნაბიჯები არ აჩანს და ხშირ შემთხვევაში უფრო შანტაჟის, ასე ვთქვათ, საგნად იყენდებენ ხოლმე გარკვეული საბაბად იყენდებენ ხოლმე გარკვეული პოლიტიკური წრეები. არამედ გვჭირდება მართლაც ღია და კონკრეტული თანამშრომლობა. თან ერთი რამე არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნახეთ, დღეს ომი, რომელიც მიმდინარეობს უკრაინაში, ხო, როგორც თვითონ დასავლეთი აღიარებს, ეს არის ომი რუსეთსა და ნატოს შორის ფაქტობრივად, ხო? ეს უკვე მე მგონი ყველასთვის ნათელია აბსოლუტურად. ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ნატოს თემა, რომელსაც რუსეთი სვავს დღეს ამ ომის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად და მოითხოვს ამ მიზეზის, ასე ვთქვათ, რო იტყვიან, გაქრობას, რომ ეს აღარ იყოს, ასე ვთქვათ, დღის წესრიგში, ამ კონტექსტში ამ საკითხის ხელახლა წამოწევა ძალიან დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს ნატოსთვისაც და რა თქმა უნდა ჩვენთვისაც. იმიტომ ჩვენ არ გვინდა რომ რაიმე განცხადება კვლავ გახდეს რუსეთისათვის საქართველოზე რაიმე ტიპის აგრესიის მაპროვოცირებელი. ამიტომ ამბობთ რომ ჩვენ მხოლოდ განცხადება არა, ჩვენ ძალიან მყარი კონკრეტული, ასე ვთქვათ, ნაბიჯები გვჭირდება, რომ ისევე როგორც 2008 წლის შემდეგ განცხადება დარჩა განცხადებად და შედეგად მივიღეთ 2008 წლის აგვისტოს ომი. ანალოგიურად ამ შემთხვევაშიც, როდესაც ფაქტობრივად გამოცხადებული არის რუსეთ-ნატოს, ასე ვთქვათ, ომი უკრაინის ტერიტორიაზე, არ ვაკნინდებ ამ შემთხვევაში თვითონ უკრაინელების ბრძოლას და ასე შემდეგ, მაგრამ კონტექსტი ეს არის, ეს უკვე ნათელია ორმხრივად, ყველა მხრივ აღიარებული საკითხი არის. ამიტომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენი უსაფრთხოება არ გახდეს კვლავ განცხადების მძევალი, რომლის უკანაც არ იქნება კონკრეტული ნაბიჯი. ჩვენ გვითქვია და კიდევ ერთხელ და ბევრჯერ გავიმეორებთ, რომ ჩვენი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური არჩევანი არ შეგვიცვლია, მაგრამ ჩვენ არ გვინდა რომ საქართველოს კიდევ ერთხელ გახდეს რუსული აგრესიის მსხვერპლი. ბატონი რაკლი, მოდი შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც გადავიდეთ. სანქციებზე რეაგირებითა და შიდა დაპირისპირებით ახსნეს თქვენმა პოლიტიკურმა ოპონენტებმა საკადრო გადაადგილებები და ცვლილებები შინაგან საქმეთა სამინისტროში. მინდა გითხოთ, თქვენ როგორ შეაფასებთ თქვენს ოპონენტებში გაჩენილ აღქმებს? აი რა კავშირი შეიძლება იყოს საკადრო გადაადგილებებსა და იმ სანქციებს შორის, რომლებიც მართლაც არის დაკონკრეტებული კონკრეტული მაღალჩინოსნებისთვის, რომელსაც შეეხოთ ეს საკადრო გადაადგილებები და ცვლილებები. მე ცოტა ფართო კონტექსტში შევხედავდი ამ საკადრო ცვლილებებს, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ხელისუფლების სხვადასხვა, ასე ვთქვათ, უწყებებში მიმდინარეობს, იმიტომ ირაკლი კობახიძე, რაც გახდა პრემიერ-მინისტრი, მან მინისტრთა კაბინეტში ძალიან ბევრი სიახლე შემოიტანა. ეხლა ამას ყველაფერს ახლიდან არ ჩამოვთვლი, მაყურებლისთვის კარგად არის ცნობილი. მათ შორის ეგრეთ წოდებულ სამართალ დავსავდა ძალოვან უწყებებშიც მოხდა გარკვეული ცვლილებები. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ახალი ხელმძღვანელი ყავს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ყავს და ეს ბუნებრივია იწვევს ობიექტურად საკადრო ცვლილებებსაც. ანუ ცვლილება მინისტრისა ნიშნავს, რომ მინისტრს მიდგომები, სამუშაო პროცესი, საკადრო ხედვა ყველაფერთან ამასთან დაკავშირებით თავისი ხედვები გააჩნია და ბუნებრივია რომ ამ ხედვების რეალიზაციისათვის მას სჭირდება კონკრეტული ადამიანების და თანამშრომლების სხვადასხვა პოზიციაზე გადაადგილება ან ახალი, ასე ვთქვათ, თანამშრომლის მოყვანა, რომ მისი, ასე ვთქვათ, ხედვა და პოლიტიკა, რაც მან სამინისტროში და სამინისტროს მეშვეობით უნდა გაატაროს, იყოს რეალიზებული. ამიტომ ჩვენ ამ ცვლილებებს ხედავთ.
და ეს ცვლილებები, რა თქმა უნდა, არის მთავრობის პოლიტიკურ კურსთან სრულ თანხვედრაში და შეთანხმებული არის. ამიტომ ამაში რაიმე განსაკუთრებული არ შეიძლება დავინახოთ ნეგატივის კუთხით. პირიქით, კარგია, როდესაც ახალ მინისტრს აქვს ის ხედვა და ის უნარი, რომ სისტემაში გარკვეული ცვლილებები მოახდინოს, მათ შორის საკადრო ცვლილებები და არც ერთი ღირსეული თანამშრომელი, მათ შორის წინაგან საქმეთა სამინისტროში, რა თქმა უნდა, სისტემის გარეშე არ რჩება და სხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე აგრძელებენ მუშაობას. და ზოგადად ერთი რამეც არის, გარკვეული პერიოდის შემდეგ არის ხოლმე, როდესაც საჭიროებს ადამიანი სამუშაო, ასე ვთქვათ, არეალის შეცვლას, რაც პიროვნებისთვისაც სასარგებლოა და სამსახურისთვისაც სარგებლის მომტანია, როცა ახალი ხელმძღვანელი მოდის, ახალი ენერგიით, ახალი გარკვეული რეფორმატორული ხედვებით. ამიტომ ამასთან გვაქვს ჩვენ სურათი. გასაგებია, რომ ოპოზიცია ახლა ამით, რა თქმა უნდა, სპეკულირებს, სხვა რა დარჩენიათ, მაგრამ ეს მათი სპეკულაციის საგანი არის და მეტი სხვა არაფერი რეალობა ამ შემთხვევაში ის არის, რაზეც მე ვსაუბრობ. გასაგებია, მოდა ჩვენ საბრის ბოლოს საუცილებლად შევეხოთ პარლამენტში სახალხო დამცველის მოსმენას. ანგარიში რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა ჰქონდა ლევან იოსელიას, მათ შორის მან თქვა, რომ 2024 წლის გაზაფხულის აქციებზე ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცველების მიმართ პასუხისმგებლობის დაუკისრებლობა ნოემბერ-მანტის აქციებზე არაპროპორციული ძალის გამოყენების წინაპირობა შექმნაო, ასევე თქვა, რომ შეინიშნება არასათანადო მოპყრობის მზარდი ტენდენცია და ასე შემდეგ. საკმაოდ მწვავე რეაქცია მოყვა მმართველი გუნდის მხრიდან მის ანგარიში მოყვანილ აი ამ კრიტიკულ შენიშვნებს, რომ აგვიხსნათ, რატომ გახდა ეს გაღიზიანების მიზეზი, ეს იყო მდგრად კრიტიკის მიუღებლობა თუ კრიტიკის შინაარს არ დაეთანხმეს. სხვათა შორის თვითონ ასე გამოეხმაურა შემდეგ აი ამ კრიტიკულ განცხადებებს, რომ შტაბ-ეჭდილებამ რჩება ოპოზიცია რომ არ არის, ჩემზე გადაწყვიტეთ, ჯავრი იყარო თუ ასე მოგმართათ ომბუდსმენმა. ერთ რამეს ვიტყვი, რომ თავარი რაც მან ერთი თქვა, მან თქვა, რომ მე არ მინდა ვიყო ომბუდსმენი, რომელიც ამან თუ იმ მიმართულებით პოლიტიკურ შეფასებებს გავაკეთებ და პოლიტიკურ პოზიციის ან რომელიმე პოლიტიკური მხარის ინტერესების გამომხატველი ვიქნები. მე იმას ვიტოვებ, რომ ეს მისი გულწრფელი პოზიციაა და თავისი მთელი ამ საქმიანობის პერიოდში ამ პოზიციას ბოლომდე პრაქტიკული საქმიანობით დაამტკიცებს. რაც შეეხება ანგარიშს, ბუნებრივია, რომ ყოველთვის არ შეძლებს ქვეყანაში გარკვეული გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. უბრალოდ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვითხოვთ, რომ ყველა შემთხვევაში ეს იყოს, ასე ვთქვათ, კონკრეტული ფაქტებით გამყარებული და მათ შორის დაბალანსებული. აქ ეს შეეხო სხვადასხვა ადამიანებზე, მათ შორის პოლიტიკოსებზე, მათ ოჯახის წევრებზე თავდასხმას და ასე შემდეგ. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს და ამ აქციების გარშემო პოლიციის რეაგირებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მე ერთ რამეს ვამბობ და მინდა სწორად ვიყო გაგებული. რა თქმა უნდა, არ არსებობს დემოკრატია და თავისუფალი ქვეყანა, სადაც საპროტესტო აქცია არ ტარდება და საპროტესტო აქცია თავისი რო იტყვიან უფლებებით არ სარგებლობს და ეს ხელშეუვალი არის. და ბუნებრივია, რომ საპროტესტო აქციების დროს პოლიციას თავისი ფუნქცია გააჩნია და პირველ რიგში არის ხოლმე ეს ფუნქცია სწორედ საპროტესტო აქციის უსაფრთხოების დაცვა. რომ საპროტესტო აქცია უსაფრთხოდ ჩატარდეს, რომ მისი მიზნები შესრულდეს და არავითარ შემთხვევაში საპროტესტო აქციას ხელი არ შეეშალოს, ან საპროტესტო აქციის შიგნიდან ვიღაცამ პროვოკაციული ქმედებები არ განახორციელოს. და ეს სწორია და როდესაც ამ დროს პოლიცია ამეტებს თავისუფლებას, ასე ვთქვათ, აი ამ ძირითად პრინციპებს არ ღვევს, რა თქმა უნდა, ეს განსაკუთრებული კრიტიკის ღირსი არის. მაგრამ მეორე მხარესაც უნდა შევხედოთ, როდესაც საპროტესტო აქცია მიზანმიმართულად თავის თავში შეიცავს კანონის სრულად უგულებელყოფას, დარღვევას, შეტევას გამიზნულად პოლიციაზე, შეტევას გამიზნულად თქვათ ამ კონკრეტულ შემთხვევაში პარლამენტის შენობაზე, ანუ რევოლუციური სცენარის რეალიზაციას.
რომელიც არა მარტო პარლამენტის შენობის დაკავებას ისახავს მიზნად, არამედ სისტემის ეგრეთ წოდებული სისტემის სისტემურად დემორალიზაციას და ჩამოშლას. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, დამოკიდებულება ესეთი აქციის მიმართ უნდა იყოს კრიტიკული ყველას მხრიდან, იმიტომ რომ ეს აღარ არის უკვე გამოხატვის თავისუფლება და აქციის ჩატარების უფლება. ეს არის აქციის გამოყენება სწორედ არაკონსტიტუციური, არაკანონიერი მიზნების მისაღწევად და მით უმეტეს, როდესაც გამოკვეთილი არის ამ აქციის შიგნით მოქმედი საკმაოდ დიდი ჯგუფები, რომელიც მიზანმიმართულად სწორედ ამ უკანონო საქმიანობას ახორციელებენ. ამ დროს ბუნებრივია, რომ პოლიციას უწევს ძალის გამოყენება და ხშირ შემთხვევაში ძალა ჭარბად არის ხოლმე გამოსაყენებელი, რომ აღკვეთილი იქნას ესეთი უკანონობა, რომელიც არა მარტო პოლიციელს და ზოგადად რა ვთქვათ, ამ შემთხვევაში პარლამენტის შენობას უქმნის საფრთხეს, საზოგადოებრივ მთლიან სტაბილურობას უქმნის საფრთხეს და ჩვენ ეს კადრები ყველას კარგად გვაქვს ნანახი, როდესაც პოლიციელების დაწვა, დაშავება და დასახიჩრება არის მომიტინგეთა ამ ნაწილის მიზანი. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პოლიციის ქმედებაც არის შესაბამისად უფრო მკაცრი. მაგრამ რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ გვინდა რომ მაღალი სტანდარტი იყოს აქაც დაცული და ის ცალკეული გამოვლინებები, რაც რა თქმა უნდა არავის არ მოგწონს, იქნას, ასე ვთქვათ, შესაბამისი სამართლებრივი შეფასების თუ პასუხისგებლობის ქვეშ მოსული. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აქ სწორად უნდა იქნას ბალანსი დაცული თავისუფლებასა და თავისუფლების სახელით უკანონო ქმედებების განხორციელებას შორის. ამიტომ ჩვენ დავამთავრებ აი ამას, ჩვენ ამიტომ ვამბობთ, რომ ყოველი ასეთი შემთხვევის შემდეგ ხდებოდა ამის ანალიზი და პოლიციას სპეციალური ინსტრუქცია ეძლეოდა კიდე დამატებითი ის, რომ მაქსიმალურად პოლიციას აი ესეთ უმძიმეს პირობებშიც კი ადამიანის უფლებების დაცვის ეს სტანდარტი შეენარჩუნება. გადაცნობები იყო და ამ გადაცნობებზე პასუხი ნამდვილად შეიძლება ცოტა დროში იწელება ხოლმე, მაგრამ იქნება აუცილებლად. მადლობთ ბატონო ირაკლი. ირაკლი ქადაგიშვილი იყო დღის ქრონიკის სტუმარი.